საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მოწვევით ბათუმს იაპონური საზღვაო კომპანია Mitsui O.S.K. Lines დირექტორი სტუმრობს კოიჩიასა და ბათუმში საზღვაო სასწავლებლების მოსანახულებლად და აქ დანერგილი სწავლების მეთოდებისა და პროგრამების გასაცნობად ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანს სტუდენტების მომზადების დონის გაცნობის საფუძველზე ახალგაზრდების იაპონურ კომპანიაში დასაქმება წარმოადგენს. კოიჩიასადამ პირველი შეხვედრა ბათუმის საზღვაო აკადემიაში გამართა, იგი უკვე გაეცნო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემას. ასევე დღის ბოლომდე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში და სასწავლო საწვრთნელ ცენტრ ანრის შეწყვეტა. ვიზიტის მიზანია საქართველოში საზღვაო სფეროში არსებული მდგომარეობის გაცნობა და საქართველოში საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემის მონახულება და დათვალიერება. ჩვენ ვეწვიეთ ბათუმის საზღვაო აკადემიას, მივდივართ ნავიგაციის უნივერსიტეტში და სასწავლო დასაფლება ანრიში. ეს იქნება ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი კადეტები დასაქმდნენ. ჩვენ გავაცანეთ ყველა სასწავლო პროგრამა, აგრეთვე საწვრთნელი ცენტრის პროგრამები, მოწონება დაიმსახურა. მოიწვია საზღვაო სააგენტომ იმისათვის, რომ ჩვენი სტუდენტები წავიდნენ პრაქტიკაზე კომპანიაში. მსგავსი პრეცედენტი ყოფილა ასეთი დიდი კომპანიების ალბათ არა. Very interesting. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მომენტისთვის მე ვერ მოგცემთ მყარ გარანტიას, რომ თქვენ სტუდენტებს დავასაქმებთ. თუმცა ჩვენი კომპანია ძალიან არის დაინტერესებული საქართველოსთან თანამშრომლობით. რაც შეეხება აკადემიის სასწავლო პროგრამას, ის აბსოლუტურად შეესაბამება IMO სტანდარტებს.